თავიდან რა თქმა უნდა ყველანაირ მოწოდება შიმშილის შეწყვეტისკენ მეც ვუერთდები, მაგრამ თან არ მინდა ვიყო არაგულწრფელი საკუთარ თავთან, იმიტომ რომ მზიას მეც ვიცნობ, ერთხელ შეხვედრა საკმარისია, რომ ეს ქალი სამუდამოდ დაგამახსოვრდეს და ზუსტად ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება მან მიიღო. მან მიიღო და ეს ისეთი მყარი გადაწყვეტილება, რომელსაც ვერანაირი ქეთი დევდარიანის ან სესილი ბოჭოიძის ან თუნდაც მთელი საქართველოს მიმართვა ვერ შეცვლის, იმიტომ რომ ეს არის მისი პროტესტის ფორმა იმის გამო, რომ უსამართლოდ სჯიანდა. აი ლაშას რომანიდან თუ გავიხსენებთ, ვის მოუხადა რომანის გმირმა ბოდიში, ის ალბათ ბოდიშს მოუხდის პირველ რიგში ერთ-ერთ თურაძეს ვანერვიულა, როცა გავიმარჯვებ და კარგად გახდება, მე ამისი მეტი მაქვს. და არა აი ამ კრიმინალებს, ნაძირლებს და მართლა კადიროვშინას რა, რომ მე ერთი რამე რაც შიმშილზე მინდოდა მეთქვა. და არ ვიცოდი ეს უნდა მეთქვა თუ არა, მაგრამ რადგან აი ეს უსინდისო სახალხო დამცველი ამაზე არ ლაპარაკობს, მე მინდა რომ თქვა რა არის შიმშილი, იმიტომ რომ ეს თემა დიდი ხნის მანძილზე იყო საღლიცინო. საქართველოში ორი ექიმი მყავს წაშლილი მეგობრებიდან ემპათიაზე და შიმშილზე ღლიცინის გამო და აი სიტყვა მარაზმი ხო გაგიგიათ? კი ბატონო. მარაზმი, ოღონდ რა მნიშვნელობით ხმარობთ დღეს მარაზმს? რაღაც დაუჯერებელ სიტუაციას, ხოლო სიამოვნებაში მარაზმი არის დაავადება. და ეს დაავადება გამოწვეული შიმშილის ერთ-ერთი გვიანი ფაზაა, რომელიც იწვევს ორგანიზმის იმ დონეზე მინერალებისგან და ელექტროლიტებისგან და ყველაფრისგან დაცლას, რომ ორგანიზმი ვარდება აი ამ მარაზმში. უბრალოდ ამ სიტყვას უკვე სხვა მნიშვნელობით ხმარობთ ჩვენ და რო ამბობს აი ეს ნაძირალა მართლა ბოდიში ასეთ სიტყვებს რო ხმარობთ, მაგრამ არ შემილია რომ არ თქვა. აი ეს კაცი, რომელიც სისხლის ანალიზით იგებს თურმე კარგად არის თუ ცუდად ადამიანი. აი ამ შიმშილის იმ ეტაპს, რომელშიც ახლა მზია არ ჭირდება აბსოლუტურად სხვა კვლევა. სხვა ანალიზები ჭირდება. ძალიან მე მახსოვს ჩემი მეგობარი ელენე ხოშტარია, რომ შიმშილობდა, ის იყო გარეთ. მას თავზე ეხვია ექიმები. მოდიოდა გიორგი ბურჯანაძე ყოველ დღე, მოდიოდნენ დეპუტატები და მახსოვს კუჭავაც კი მოვიდა. ანუ მაშინ ქოცები ჯერ ბოლომდე ქოცებიც კი არ იყვნენ და დარდობდნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მიხეილ სააკაშვილიც იყო საავადმყოფოში და მზია არის ციხეში და იქ მას სრულფასოვანი კვლევა ვერ ჩაუტარდება. და ეს არის ძალიან ძიმე აქტი ხალხო. აი მე ერთადერთ მე მინდა მე თვითონ ეხა ბოდიში მოუხადო მზიას, რომ როგორ ვერ მოვიფიქრეთ ვერაფერი, ეს ხალხი დავარწმუნეთ ჯერ ვინც წერს რომ ჭამოს და კარგად იქნება ან ისა ბოდიში მოიხადოს და ესეთ რაღაცებს და დღეს 15 პროფილზე გადავიდა ყველა ხელში სანთლით და ბავშვობით და ეკლესიაშია და რა არის რას ისმენენ იქ ამისთანას ვერ ვიგებ უბრალოდ ნინო წილოსალმა გითხრა რომ აწიგეცოდინე მეტროპოლიციელისთვის ხელის გარტყმა არ შეიძლება თუ რაღაცა აი ასეთი გულგრილობა მორიგი გამოიჩინა რეჟიმის ერთ-ერთმა სახე. ესე იგი იცი რა არის აი ეს მათი ლოგიკა ერთმანეთს აჭამონ უკვე რა თავში რომ ფეხებს ორი თვე ადამიანებს ფეხებს უტყავენ თავში და ასახიჩრებენ და ისინი არ ეცოდება და ეხლა ერთი სილის გარტყმა საერთოდ ეს არაკაცობა რაც ამათ შემოიღეს მოდაში აი ამ ქოცებმა კიდე კაი ხანი იქნება ჩვენი ქვეყნის პრობლემა და მე მოწოდებით ვერაფერს ვერ მოუწოდებ ზუსტად ვიცი რომ მე არ მაქვს მის ცხოვრებაში ის როლი რომ ჩემი მოწოდებით ვინმე რამე შეწყვიტოს ან გააგრძელოს მაგრამ ხალხს მინდა ვუთხრა რომ მდგომარეობა არის მძიმე შიმშილი არის ძალიან ძიმე რაღაც და დღეს მაგალითად დამნაშავედ გრძნობ რომ ვერ გავედი მზიას მხარდასაჭერ აქციაზე, იმიტომ რომ მე თვითონ ახლა კიდე ვირუსის მქხვეველი არ მინდა ვიყო, მაგით ვიწყნარებდი კიდე თავს რომ ბევრი ხალხი თუ ზოგჯერ არ არის გრიპების სეზონია და ამიტომ და ამითაც უნდა მოუფრთხილდეთ ერთმანეთს, მაგრამ იმუნიტეტი ქვეითდება ძალიან შიმშილის დროს, ძალიან ქვეითდება იმუნიტეტი და აი როგორც ის თავში ფეხების რწყმევა 10 წლის მერე შეიძლება ცუდად მოუბრუნდეთ იმ ბიჭებს და დაგვიზიანეს უკვე ყველანაირი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა, ასეა შიმშილიც რა და ეხლა დღეებს აქვს მნიშვნელობა და აი ამ ჩლუნგ ლევანიოსელიანს ეს გააგებინონ, რომ ექიმების კონსილიუმი დროზე შეკრიბოს, როგორც ეს გააკეთა თავის დროზე ნინო ლომჯარიამ. საზოგადოების